რატომ დასაჯეს რუსეთში ქართველი ფეხბურთელები? საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნიჟნი-ნოვგოროდში წერილის გაგზავნას აპირებს. ვოლგაში საქართველოს ნაკრების 3 წევრს ძირითად შემადგენლობაში აღარ ავარჯიშებენ. ეს ნიშნავს, რომ ლაშა სალუქვაძე, გოგიტა გოგუა და გოჩა ხოჯავა გუნდში პრაქტიკულად აღარ არიან. გადაწყვეტილების მიზეზი ახლაც უცნობია. თვეების განმავლობაში სამივე მოთამაშე გუნდის ლიდერებად მოიაზრებოდა ცოტა ხნის წინ. გოგუამ და ხოჯავამ გროზნოს ტერეკთან შეხვედრაში გოლებიც გაიტანეს. რა ხდება გუნდში არის თუ არა ანტიქართული კამპანია? ლევონ ჩხაიძე გეამბობთ. ლაშა სალუქვაძეს, გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას ვოლგას ხელმძღვანელობამ ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიში აუკრძალა. ინფორმაცია რუსულ პრესაში გუშინ გვიან ღამით გავრცელდა. ფაქტთან დაკავშირებით ფეხბურთელებისთვის ოფიციალური ახსნა განმარტება არავის მიუწია. გადაწყვეტილების ავტორად კი ვოლგას ახალი მთავარი მწვრთნელი დიმიტრი ჩერიშევი დასახელდა. ჩერიშევს ქართველი ფეხბურთელების დაქვეითების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილების სავარაუდო მოტივი მისი შეხედულებებია. ამბობს ვოლგას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე. სწორედ თეთრაძის მიწვევით ჩაირიცხნენ ქართველები კლუბის რიგებში და მთელი სეზონის განმავლობაში გუნდის შეუცვლელ წევრებად და ლიდერებად ითვლებოდნენ. პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ხოჯავას და გოგუას გოლებმა ვოლგას საკუთარ მოედანზე ტერეკთან გამარჯვება მოუტანა. ნიჟნი-ნოვგოროდში წერილის გაგზავნას გეგმავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ზვიად სიჭინავას თქმით, ნაკრების წევრების მიმართ ასეთი გადაწყვეტილება ფედერაციის ინტერესს იწვევს, მაგრამ ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფაქტის შესასწავლად სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. მაგათ ეყოლება თავისი აგენტები, რომელმაც უნდა ჩაერთონ ამაში და უნდა გამოიძიონ არის თუ არა დარღვევა. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი დაკარგვა, ხო? ახლა ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ ძალიან კარგად თამაშობდნენ. ახლა ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მართლა კარგად თამაშობდნენ, მაგრამ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? ჯერჯერობით ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ნიჟნი-ნოვგოროდული კლუბის ხელმძღვანელობას. ოფიციალურ განმარტებებამდე კი ქართველი ფეხბურთელები ახალგაზრდულ გუნდში რჩებიან, რომლის მაისურითაც ხოჯავამ ჩერიშევის გუნდს ამხანაგურ მატჩში ეფექტური ჯარიმა გაუტანა.